შოკოლადის საღდგომო კვერცხი და ფერადი ტკბილეულით გაფორმებული პასკა. ამ ყველაფრის მომზადების საიდუმლოებას დღეს მე თქვენთან ერთად მასწავლის დავით ყურაშვილი, რომელიც დღეს გვას პინძლობს მაღაზია შოურუმ ბონასერაში და პირველ რიგში ვიწყებთ ურთიერთობას შოკოლადთან, რომელიც ჩემი ყველაზე საყვარელი პროცესი არის. შოკოლადი უკვე გავადნეთ და ვამზადებთ ახლა ყალიბში მოსათავსებლად. ამ მოძრაობით ვცდილობთ, რომ ყალიბი მთლიანად შოკოლადით შევავსოთ. ამას რომ შევავსებთ, რამდენჯერმე გავიმეორებთ. სანამ ყალიბში გაცივდება შოკოლადის კვერცხის ორივე მხარე და შემდეგ უკვე სიურპრიზია თქვენთვის, როგორ გავაერთიანებთ ამ ყველაფერს და საბოლოოდ როგორი სახე ექნება, მანამდე შევუდგეთ საღდგომო პასკის გალამაზებას. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება თქვენს მიერ გამომცხვარი თუ ნაყიდი პასკა, თქვენ შეგიძლიათ ტკბილეულით, ფერადი და ლამაზი ტკბილეულით მას განსაკუთრებული სახე მისცეთ და ამით უფრო ხალისიანი და სადღესასწაულო გახადოთ თქვენი საღდგომო სუფრა. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შაქრისგან დამზადებული დეტალები, რომელიც შეგვიძლია მოვაყაროთ. გვაქვს ასევე შოკოლადის მარწყვები დაუშვათ. გვაქვს ვაფლის მოსაყრელები, რომლითაც შეგვიძლია მწვანე მინდვრის ეფექტი შევქმნათ. გვაქვს შოკოლადის გრანულები და გვაქვს ასე ვთქვათ ცოცხალი ანისი და დარიჩინი. დათო, შენი პასკა უკვე მომზადებულია მოსართავად, ახლა ჩემი პასკა უნდა მოვამზადოთ, რომელსაც დავფარავთ კრემით, ხო? მოხარშული ნაღების კრემით. შეიძლება განახო როგორ უნდა დაიჭირო პირველად ტომატა. სავსე კრემით. მარჯვენა ხელი მოათავსე, მარცხენა. ეს. იწყებ. ცუდი არ არის, მე უარეს ველოდი. დარიჩინის ქერქს მე გამოვიყენებ. ესე დავამაგრებ, ხო? ანისაც გვერდით მივუდებ. დიახ და გამოვიყენოთ ეს პატარა ბურთულები ვერცხლისფერი, რომელიც შეგვიძლია გავფანტოთ, ხო, პასკის ზედაპირზე. და ბოლო შტრიხი შოკოლადის გრანულებს მოვაყრი ზემოდან. ჩემი პასკა მზადაა. ახლა უკვე დათო გვასწავლის, როგორ შეიძლება მარტივად სახლის პირობებში გავალამაზოთ პასკა შაქრის დეკორატიული ნივთებით, ხო? და ვარდისფრად შეფერილი პასკა უკვე მზად გვაქვს და დათო, მე უნდა შენ შემოგთავაზო, რომ 2 პეპელა მოვათავსოთ ჩვენს პასკაზე. პასკა უკვე მზად არის და ახლა კი ვუბრუნდებით ჩვენს მთავარ საიდუმლოს შოკოლადის საღდგომო კვერცხს, რომელიც უკვე გაცივდა და ახლა ვნახავთ როგორ გამოიყურება, ისე როგორ მივცემთ მას დასრულებულ სახეს. ყალიბიდან ამოღებულ კვერცხის 2 ნაწილს ვაერთებთ. როგორ ვაერთიანებთ? ვაერთიანებთ ისევ შოკოლადის დახმარებით, რომელიც არის გამნარი და მოთავსებული არის ამ ქაღალდის მოსესხამში. და შემდეგ მეორე ნაწილს მოვათავსებთ ზედვე. ზუსტად დავიცვათ სიმეტრია. და კულმინაციური მომენტი თეთრ შოკოლადს ვასხავთ შავი შოკოლადისგან მომზადებულ კვერცხზე. და ჩვენი შოკოლადის ბურთებით შეგვიძლია გავაფორმოთ. გონი იდეალურად გამოგვივიდა ყველაფერი და რაც მთავარია, მარტივად.
ვაჩვენეთ მაყურებელს თუ როგორ შეიძლება ძალიან მარტივად სახლის პირობებშიც სხვადასხვა დეტალებით გაალამაზოთ პასკა და მოამზადოთ უგემრიელესი შოკოლადის კვერცხი და დღესასწაული კიდევ უფრო დიდ დღესასწაულად აქციოთ.